ვისთვის არის ეს გამოცდილება შექმნილი, მასტერკლასების გამოცდილება, ეს ფორმატი და შინაარსი ვისთვის იქნება უფრო ეფექტური? მრავალფეროვანი დამსწრეები გვყავს, ასაკის თვალსაზრისით, რა ვიცი, 20 წლის ხალხით დასწრებია მასტერკლასს და 60 წლის ხალხით. ყველასთვის ეფექტურია მე ვიტყოდი, მაგრამ გათვლა არის mid-career მაინც რა, ანუ შუა კარიერაში მყოფი ადამიანისთვის, რომელსაც რაღაც გამოცდილება ცხოვრებისეულიც და პროფესიულიც აქვს და ჯერ კიდევ წინ აქვს ბევრი რამე, ხო? ეს mid-career ფართე განმარტებაა და შეიძლება 30 წლის ადამიანიც იყოს და 50 წლის ადამიანიც, რომელიც ესე უყურებს თავის თავს, ხო? ძალიან დამწყები ხალხისთვის დაუშვათ ახლა პროფესიის არჩევის გარდა, რომელიც აბიტურიენტებისთვის არის, სხვები ეგეთი ახალგაზრდებისთვის არა. მაღალ ასაკში შეზღუდვა ახლა აღარ არის, შეიძლება 70 წლის ადამიანი იწყებდეს ახალ საქმეს და მოკლედ იმასაც მივესალმებით.